მე გახლავართ გადაცემის წამყვანი თორნიკე შარაშენიძე და დღეს სტუმრად ყავს ვანო მაჭავანიანი, მას ბევრი წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ მაინც დავიცვათ წესები. წარსულში საქართველოს საგანგებო სულთებიანი ერთში იაპონიაში და ასევე ეროვნული შიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ახლა გახლავთ ჯიზაკის ჩვენი თანამშრომელი. თემა დღევანდელი არის ყარაბაღის ომის შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ ომი ალბათ მაინც მიდის დასასრულისკენ. კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ინტენსივობა ისევ ძლიერი არ არის და კიდევ რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, გამოჩნდა ძალიან საინტერესო ფოტო, რომელიც გააზიარა თავის Facebook გვერდზე რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესდივონმა ცნობილმა მარია ზახაროვამ და ფოტოზე ჩანს ლავროვი და აქეთ-იქით ცხედან სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები. ანუ დაიწყო მოლაპარაკება, ბუნებრივია მოლაპარაკება დაიწყო რუსეთის შუამავლობით, იმიტომ რომ თავის დროზე 94 წელს მოსკოვის შუამავლობით მოხდა დაზავება, რომელსაც დაეთანხმა ორივე მხარე. მაშინ აზერბაიჯანმა ომი ძალიან მძიმედ წააგო მოეხსენება და გარდა ამ მხოლოდ ყარაბაღი არამედ მისი მომიჯნავე ტერიტორიები, რომელთაც სომხეთი უკავშირდება ამ ტერიტორიას, ყარაბაღს გულისხმობ. და მას შემდეგ ყველა თანხდება იმაში, რომ მას შემდეგ ასეთი ინტენსივობის, ასეთი მასშტაბის კონფლიქტი არ ყოფილა, როგორც მიმდინარეობს ბოლო აგე უკვე რამდენი დღეა, 10 დღეს მეტი არა, ანუ მოგეთ როგორ გავაგრძელო ბევრი პირდაპირ შეკითხვა ამ ცხელ თემაზე, ამ ცხელ ფოტოზე, რომელიც გააზიარა ქალბატონმა ზახაროვამ, როგორ გონია ეს დაასრულებს კონფლიქტს. ეხლა თუ გაგრძელდება კლავას და აზერბაიჯანი შეიძლება მოიპოვოს უპირატესობა, მეტი კონტროლი დაამყაროს მეტ ტერიტორიაზე და უფრო გამარჯვებული ძლიერის პოზიციიდან გააგრძელოს მოლაპარაკებები. ეს მე მგონი ყველაზე საინტერესოა ახლა ამ ეტაპზე იმის ფონზე რაც ფოტო დაიდო. მოგესალმებით თორნიკე. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ყველანაირად შეეცდება, რომ უფრო გაიმყაროს პოზიციები და უფრო ძლიერის პოზიციიდან გააგრძელოს ეს ურთიერთობა და მოლაპარაკებები, როგორც მოსკოვთან, ისევე სომხეთთან. მე მახსოვს პირველი ჩემი დიპლომატიური პოსტინგი ეგრეთ წოდებული იყო ნიუ-იორკში 98-დან 2002 წლამდე, სადაც ეს კონფლიქტი განიხილებოდა უშროების საბჭოშიც, გენერალურ ასამბლეაზე და როგორც სუსტი პოზიციები ჰქონდა აზერბაიჯანს, რომელიც ფაქტობრივად მარტო იყო აი ამ თავის პოზიციების დაცვაში და საინტერესო ზუსტად ის არის, რომ დღეს აზერბაიჯანი გაცილებით ძლიერია როგორც სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური თვალსაზრისით, ასევე მან აჩვენა, რომ არის გეოპოლიტიკურად ძალიან ძლიერი. იმიტომ რომ მას ფაქტობრივად ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს თურქეთი და საინტერესო ის არის, რომ რუსეთმაც არ გამოიჩინა განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, ის აგრესია და აღშფოთება თუ წინააღმდეგობა აზერბაიჯანის კონკრეტული ნაბიჯების მიმართ, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით აზერბაიჯანს აქვს გეგმა, რომ დაიბრუნოს მინიმუმ ის რაიონები, რომელიც ყარაბაღს გარშემო არტყავს. ფაქტია ერთი რამ, რომ ეს საუბარი მოსკოვში იქნება, რაზეც იყო განცხადებული, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად საშუალებას მისცემ, რომ გაცვალონ ტყვეები, ასევე ცხედრები, მაგრამ როგორც ჩანს, აზერბაიჯანი უკან დახევას არ აპირებს, პაშინიანის პოზიციები ძალიან სუსტად გამოიყურება, ალიევი არის ძალიან, ესე ვთქვათ, თამამად ამ სიტუაციაში, მას აქვს მიზეზი რის გამოც არის და ძალიან საინტერესო უბრალოდ ეს მართლა როგორც ზოგი ანალიტიკოსი ამბობს თორნიკე, რომ ის იქნება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მერე შემდგომში ისევ განახდება თუ მოსკოვი შეძლებს რაღაც ფორმით ამ პროცესის მკვდარი წელიწადიდან და იმიტომ მკვდარ წელიწადში რამდენჯერ ცადეს, ვინ არ ცადა, როგორ არ ცადეს, მადრიდი, მინსკი, კაზანი, ვაშინგტონი, რამდენი ფორმატი შეიქმნა, რამდენი მცდელობა შეიქმნა, ყაზანის ფორმატს გაგახსენებთ 11 წელს მედვედევი უშუალოდ იყო ჩართული და თითქმის შეთანხმდნენ ეგრეთ წოდებული ტერიტორიის გაცვლასთან დაკავშირებით, წინაპირობით რომ აზერბაიჯანს დაუბრუნდებოდა ეს რაიონები და ყარაბაღის სტატუსი 59 წლით, ესე ვთქვათ, გაიყინებოდა, შემდგომში იქნებოდა. ამას მოყვა ძალიან სერიოზული პრობლემები, არა მარტო ბაქოში, მაგრამ გახსოვთ, რომ ფაქტობრივად ის ადამიანები, რომელიც შევარდნენ და დაცხილეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, აი ესეთი მძიმე შედეგები დამთავრდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა რაც არ უნდა, ჩვენ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა შეთანხმდნენ ორი მხარე, როდესაც უბრალოდ ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ არსებობს, სანამ აზერბაიჯანი უბრალოდ არ ამბობს, რომ ის
აპირებს ტერიტორიების სამხედრო საშუალებები დაიბრუნოს მინიმუმ ის რაიონები, რომელიც ყარაბაღს გარშემო აკრავს. და თუ ეს შეძლო რეალურად ყარაბაღი ხო ალყაში ექცევა და შეიძლება ითქვას საქმე დამთავრებული იქნება. ყარაბაღი იზოლირებული ხდება სრულიად ყარაბაღის სომხეთისგან მაშინ, ხო თუ ესეა. ამას იგივე რუსეთი. კი, რა თქმა უნდა, საინტერესო ის არის, რომ ამ სტატუს quo, რომელიც გრძელდება რამდენი აწლეულია, როგორც ჩანს, აზერბაიჯანისთვის ხო მიუღებელი, მაგრამ რუსეთისთვისაც როგორც ესეთი გაუგებარია, რომ ესეც საინტერესო რომ უბრალოდ ესეც პრინციპში მისაღებით ჩანს, რომ აზერბაიჯანი უტევს და იმ მიმართულებით უტევს, რომელიც ფაქტიურად არის ის გარე რაიონები, ყარაბაღის გარე რაიონები, როგორც ჩანს, ეს სტატუსის შეცვლა, როგორც სამხედრო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იმის გამო, როგორც საინტერესო მე ადრე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ ხედავთ უკვე წლების ბოლო წელი და რამოდენიმე განსაკუთრებით, რომ ბაქო ელაპარაკება ანკარას, ანკარა ელაპარაკება მოსკოვს, მოსკოვი ელაპარაკება ბაქოს, მიდის მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა, ვაჭრობა, დიპლომატიური, ეკონომიკური, კომერციული, ენერგეტიკული. ამ ყველაფრიდან ფაქტიურად პაშინიანი საერთოდ ამოვარდნილია. პაშინიანი რაღაც მანო ბოდიჩი გაგაცნობიებ. ბაქო მოახერხა ის, რომ მოსკოვთან არ გაიფუჭა ურთიერთობა. ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა გაატარა. არა მარტო არ გაიფუჭაც, მიახლოებით რამოდენიმე მილიარდი დოლარის შეერაღება იყიდა მისგან, რომელიც ფაქტიურად არის მაღალტექნოლოგიური იარაღები, რომელიც ახლა მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, ვის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს, ხო ბაქომეს. მაგრამ ამის საშუალებას აძლევს, იმიტომ რომ ჩვენ, აი ზუსტად ჩვენი გადმოსახედიდან გეოპოლიტიკა იცვლება, ძალთა ბალანსი იცვლება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების როლი არა მარტო ამ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში მცირდება, იმის გამო რომ ამერიკელებს როგორც ჩანს ესე აქვს გადაწყვეტილი, მინიმალური ხდება და ამით რა თქმა უნდა, სწორად ესმით ეს სარგებლობს აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი და რუსეთს რა თქმა უნდა მიაჩნია, რომ ადგილზე როგორც ყოველთვის ეს რეგიონალიზმი, რაც ცნობილია, ამ რეგიონალიზმის ფორმატში შეუძლია მოლაპარაკო და ვინ არის ძლიერი? თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი და ამ სიაში ბოლოს რა თქმა უნდა არის სომხეთი, ხა საქართველოს არ ვილაპარაკებ სხვა კონტექსტში. ოღონდ კაი, ეხლა მიდივართ საინტერესო მომენტამდე. სადამდე შეიძლება მიუშვან აზერბაიჯანი 3 დღის წინ იყო ნარიშკინის, ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის განცხადება, რომელიც შეიცავდა აშკარა მინიშნებას, აშკარა გაფრთხილებას უფრო თურქეთის მიმართულებით, იმ დრო განცხადებაში ეწერა, რომ გამოჩნდნენ ყარაბაღში სირიელი ტერორისტები გამოჩნდნენ, რომლებიც გულისხმობდა ბუნებრივად თურქებმა შეუშვეს, იმიტომ რომ თურქეთი ჩარეულია, მაგრამ რა თქმა უნდა, რეგულარული არმია თურქეთის იქ არ ომობს, ეს ხდება მოხალისეების დონეზე და ეს მინიშნება რუსეთის მხრიდან რომ ტერორისტები გამოჩნდნენ, ალბათ იყო გაფრთხილება თურქეთის მიმართ. რამდენიმე დღე მან არ დაასახელა პირდაპირ არც თურქეთი, არც აზერბაიჯანი, რომელიც სადაო თემა გახდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, საშუალება მიეცა აზერბაიჯანს, რომ ესე ვთქვათ დაედანაშაულებინა, რომ სომხეთმა შემოიყვანა ეგრეთ წოდებული PKK, აი ამ ქურთების და სხვა ტიპის, ანუ ესე ცალმხრივად ხო არ განსაზღვრა, რომ აზერბაიჯანი არ დაუსახელებია, მე მგონი, მე როგორც მახსოვს. ნუსრაზე იყო საუბარი, მაგრამ ხო, ეს საუბარი, კი. ხო და აქ კიდევ ერთი მომენტი. რამდენად ისევ და ისევ, რამდენად მიუშვებენ რუსები ამას და სხვა შორის ძალიან საინტერესო განცხადება, რამდენიმე რომელიც ერთი კვირის მერე დაახლოებით გააკეთა პუტინმა, იყო ესეთი შინაარსის, რომ ჩვენ ვართ სომხეთის მოკავშირეები, მაგრამ ომი არ მიდის სომხეთის ტერიტორიაზე. ანუ რაღაც დონეზე ხელები დაიბანა. აი აქ რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენ ყოველას გვახსენდება ის აშკარა ფაქტი, რომელიც თვალში ხდებოდა ბოლო წლები, რომ პაშინიანმა აშკარად ვერ დაალაგა ურთიერთობა როგორც ჩანს პუტინთან, ეს გამოიკვეთა და საერთოდ ახლა მე მას თავიდან მანდამაის მაღალი წარმომადგენლის არ ვიყავი, იმიტომ რომ ახლა ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი რო ჩაიბარებს ქვეყანას, რომელსაც ამდენი სერიოზული გამოწვევა აქვს, მით უმეტეს საგარეო სამხედრო პირდაპირ საფრთხეები აქვს, ну არ არის ეს მარტივად, ხო, მარტო ქვეყანა ეფექტურად. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია რომ პაშინიანი რაღაც დონეზე დაისაჯოს, მაგრამ ეს სადამდე, იმიტომ რომ რაღაც ზღვარს იკითხოთ დგება უკვე ეჭვის ქვეშ რუსეთის როგორც მოკავშირის სტატუსი, საიმედო მოკავშირის. აქამდე იყო საიმედო მოკავშირე სომხეთის. ეხლა აშკარად ეს ქრება მის მოკავშირის იმიჯი, ხო თუ კიდევ გაგრძელდება ომი და აზერბაიჯანი ტერიტორიებს კიდევ წაიღებს. აი აქ რას ფიქრობთ? ბალანსი სად არის აქ? თორნიკე, სწორედ სიტყვა იხმარე, მე მგონი რუსეთისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ეგრეთ წოდებული real politics ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან აკვირდება ბალანსის, ასე ვთქვათ, გადაადგილებას, ხო? ის თუ ფიქრობს და მიაჩნია, რომ მისთვის უფრო სასარგებლოა, მომგებიანია ბალანსი, ძალთა ბალანსი
გადაინაცვლოს ალთაბალანსმა აზერბაიჯანის მხარეს რაღაც პერიოდით მაინც ან უბრალოდ ხედავს რეალობას ხო ადგილზე ხა აზერბაიჯანის სამხედრო შეიარაღება და სამხედრო ძალები ყველაზე დიდია რეგიონში მომზადებულია თურქეთის წვრთნები რომელიც ომის წინ იყო თურქეთმა შეძლო და საკმაოდ დიდი და სერიოზული შეიარაღება დატოვა აზერბაიჯანში გადასცა აზერბაიჯანს სწორედ აი ამ სამხედრო ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ კონფლიქტი ფაქტიურად გადავიდა ძალიან ცხელი ომის და სამხედრო დაპირისპირების ფაზაში რა თქმა უნდა რუსეთი ამას ხედავს ამაზე მუშაობენ ეს მოლაპარაკებები ზუსტად ამას ვამბობდი რომ ბაქოს და მოსკოვის შორის როგორც ჩანს მიმდინარეობდა უკმაყოფილება რომ ვერაფრით ვერ შეძლეს სომხეთის ასე ვთქვათ დაძვრა ამ მიმართულებით და აი საუბრობდი შენ აი ამ პაშინიანის პრობლემებზე ქვეყნის გარეთ და გამოწვევებს მაგრამ მე მგონი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ზუსტად შეიქმნა შიდა პრობლემისგან ის დაეჯახა ყარაბახის კლანს რომელიც არის ომის პარტია რომელიც არის უშუალოდ დაკავშირებული მოსკოვის ეგრეთ ვთქვათ სომხურ დიასპორასთან და ბიზნესთან რომელიც ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი ხო რეალურად საუბარია რუსეთის ბიზნესზე მათ შორის სომხური წარმოშობის ბიზნესმენები ერევანში სომხეთში ასევე სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა იმიტომ რომ გასაგებია რომ პაშინიანი ცდილობს რომ ძალა დაიმკვიდროს ეხლა ჩვენ რა რეგიონში ვართ რა ქვეყნებში ვართ სადაც კლანები მართავენ კონკრეტული ერთპიროვნული მმართველობა არის კლანური და პაშინიანი არის ზურგჩანთიანი კეპიანი ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი რომელიც შეიძლება 3 წელიწადში გადაირჩიონ და არა მარტო გადაირჩიონ დაიჭირონ ეხლა უყურეთ ამას დაემატა ზუსტად ის რასაც ამბობ რომ რუსეთს ესე ვთქვათ საქმე გაურჩია ხელები გაუშალა რაღაც განსაკუთრებულ ურთიერთობაზე დაიწყო ლაპარაკი ევროკავშირთან რუსეთის როლის შემცირებაზე რა თქმა უნდა ხა რუსეთი ის ქვეყანაა რომელიც რუსთამაც შეგერთვე ბუდიში გამოვიდა ყველა მოლაპარაკებიდან რომელშიც ჩართული იყო სარგისიანის დროს სომხეთი აზერბაიჯანთან კი ბატონო აზერბაიჯანთანაც გაიფუჭა ურთიერთობა და პარალელურად რუსეთთანაც რაღაც დონეზე გაიფუჭა აშკარად ხო თან ახლა რა საინტერესოა რომ ეგონათ რომ სარგისიანზე უკვე ესე ვთქვათ რბილი პოზიციები იყო იმის გამო რომ აი ესეთ რთულ სიტუაციაში ამოშთა როგორც თქვენ მართლა რომის პაპზე მეტად კათოლიკის ჩვენება უნდოდა და სრულიად დაურდაურია ამ ურთიერთობებს როგორც მოსკოვთან, ბაქოსთან და ასე შემდეგ და აი ვერ ჩაჯდა ამ გეოპოლიტიკურ სურათში, ხო? ანუ ეს რა თქმა უნდა შედეგი არის იმისა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ხო, რეალურად, იმიტომ რომ ის ფაქტიურად სასოწარკვეთილებაში არის და მათ შორის ადგილობრივი პრესა თუ გადაავლევ თვალს ამბობს რომ ფაქტიურად პაშინიანი სასოწარკვეთილებაშია, შველას ითხოვს, რაღაცებს არასწორად ინფორმაციას ატყვის, იტყუება რაღაც ცდილობს რომ კონფლიქტი გადმოიტანოს სომხეთში იმისთვის რომ რუსეთი ჩართოს რუსეთი მაინც არ აქცევს ამას ყურადღებას გამოდის პრეზიდენტი პუტინი და ზუსტად ამას ხაზს უსვამს რომ არ არის ეს სომხეთის ტერიტორიაზე კონფლიქტი ანუ აი ამ რთულ სიტუაციაში ყველაფერი მიდის იქამდე რომ როგორც ჩანს ეს ბალანსი თვითონ სტატუს quo მათ შორის შეიცვლება აზერბაიჯანს მიცემენ რომ შეინარჩუნოს ტერიტორიები, ხა თან წარმოიდგინეთ ჩვენ საუბრობდით ასევე ცენტრში რომ ალიევი, ილხამ ალიევი რომელიც მამის შტილიდან ვერ გამოდის, უცბად ამოშთება რომ ტერიტორიები დაიბრუნა. ხალხი დააბრუნა. ესე მისთვის ეს რამხელა კრედიტია იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც ხალხს რაღაც მოთხოვნები გაუჩნდა, რომ რატო ამდენი ხანი რა შედეგები გვაქვს ფულის ადმიდის უცბად ამოშთა რომ ჯარი ჩამოაყალიბა დაალაგა ურთიერთობები და მით უმეტეს ტერიტორიები თუ დაიბრუნა და ხალხი დააბრუნა გინდათ სამ რაიონში და აქ მიდის უკვე კონკრეტულ რაიონულ ცენტრებზე თავდასხმი ესე ვთქვათ აღება და ამაზე სამხედრო პოზიციების გამყარება რა თქმა უნდა აზერბაიჯანი მომგებიან პოზიციაში იქნება და რუსეთი ამაზე ფაქტობრივად მიდის სომხეთი არის ძალიან რთულ სიტუაციაში ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ მაინც ყარაბახი უჭირავს გარეთ და სხვა რაიონებიც უჭირავს, მაინც ასე თუ ისე, როგორც ჩანს, რუსეთი მიცემს მაინც საშუალებას, რომ აქ რაღაც ფორმით კონდეს არ ჩააკეტინებს ამ ლაჩინის კორიდორს და ასე შემდეგ და აი ეხლა რამდენად აქ უკვე თურქეთი შემოვა და გაჯიქდება, გაჯიუტდება, გამოჩნდება რა პოზიცია უჭირავს. აქაც საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ პაშინიანმა აპოკალიფტური სურათი დახატა, რომ იწყება ოტომანის იმპერიის აღდგენა, რომელიც ფაქტურად ეს გენოციდი ხო, რაღაცა რომ ჩვენ დავდგებით ამის წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ ჩვენ ევროპას, ეს ხო რაღაც ვენის პრეცედენტი მოიყვანა
ანუ ძალიან მართლა სასოწარე სად ვენა, სად ისა და ამ დროს ზის ანკარაში ერდოგანი და ამას არ იძურის, ხო, რეალურად ამ მიმართულებით, მაგრამ ამას რო აუწყობ ასევე ამ ხმა საფრანგეთმა, აი ამ დაპირისპირების ფონზე, რომელიც აქვს მაკრონს და ერდოგანს, რა თქმა უნდა, ცოტა არასერიოზული სიტუაცია შექმნა ზოგადად მინსკის ჯგუფში, როგორც თანათავმჯდომარის, რაზეც საუბრობენ და ალიომმა პირდაპირ თქვა, რომ საფრანგეთი ვეღარ იქნება ესე ვთქვათ, მიუკერძოებული თანათავმჯდომარე, რაც რუსეთმა მოახერხა და ბოლომდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აქვს და ოდკბ-ს წევრია, მაინც მოირგო მანტია თავმჯდომარის მიუკერძოებლის. შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მართლა ალიანსის ტოლფასია. ფაქტიურად. ხო, მაგრამ აი სომხეთის ტერიტორიის გარეთ ალიანსი არ მუშაობს და ანუ აქ ერთი რაღაცა მინდა აკითხო. უყურე აშკარა იყო იკეთებოდა ბოლო წლები აზერბაიჯანის გრძელვადიანი სტრატეგია. ეს სტრატეგია ალბათ მდგომარეობდა შემდეგში. აზერბაიჯანს მოეხდინა დემონსტრირება რუსეთისთვის, რომ ის უკვე უფრო მეტად ღირეული პარტნიორი შეიძლება გახდეს რუსეთისთვის, იმიტომ რომ მილიარდებს იხდის მის იარაღში, ძლიერდება მოსახლეობა დიდია, უფრო მსხვილი საოჯო პარტნიორი რუსეთისთვის და სომხეთი ამ პერიოდში, მადლ სამწუხაროდ, აშკარად სუსტებოდა. მოსახლეობა იზრდებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში თუ არსები არ იზრდება თუ რა შეიძლება კლებულობს კიდევ მოსახლეობა. კატასტროფულად კლებულობს. ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ეუბნებოდა მოსკოვს, რომ აიყურე, მე ძლიერი ვარ, დიდი ვარ, რამდენი ხანი უნდა დამკარგო ამ პატარა შენი სუსტი პარტნიორის სომხეთის გამო. ამ სტრატეგიამ გააჩრა საბოლოო ჯამში, ესეც შეიძლება დაემატა ამ ყველაფერს პაშინიანის აშკარა შეცდომებს და პაშინიანიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ კიდე გაკვეთილი კიდევ ერთი ისტორიის, რომ ქუჩიდან მოსული პოპულარული პოლიტიკოსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს კარგ ქვეყნის მმართველს, ეს გამოჩნდა ძალიან კარგად. ანუ რას გავიმეორებ მოკლედ, როგორც ჩანს გაამართლა აზერბაიჯანის ამ მიდგომა სტრატეგიამ, რომ ბალანსი რეგიონში შეიცვალა ელემენტურად იმის გამო, რომ აზერბაიჯანი გაძლიერდა მასობა შიგნიდან, ეკონომიკურად, მოსახლეობით, შეერაღებული ძალებით და მოსკოვმაც ამას ანგარიში გაუწია, რომ ეს ძალიან ღირებული პარტნიორი გახდა აზერბაიჯანი, არა? ჩანს ესე, როგორ ფიქრობ? ჩანს, იმიტომ რომ თუ წლებს დავაკვირდებით და ჩვენ მათ შორის რამოდენიმე ვიზიტს პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად, როცა მისი საგარეო მრჩეველი და მერვიშვილის საბჭოს ძვირის მოადგილე, აზერბაიჯანის ამბიცია რო იყოს რეგიონალური ჰაბი, მოლაპარაკებების პროექტების, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო ძალიან სერიოზული იყო და ამას ფაქტურად ყოველწლიურად ზრდიდა. ანუ ჩვენ ზუსტად სწორედ მე მგონი მაგას შევეხეთ უკვე ამ რომ აზერბაიჯანი თუ დავხედავთ რუქას რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამის საშუალებას მიცემს აზერბაიჯანი. სამხრეთ ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა და ფაქტიურად არის ალტერნატივა დასავლეთ აღმოსავლეთის, რომელიც ფაქტიურად ბაქო-ჯეიხანის შექმნით შეიქმნა და ამერიკელების და ევროპელების ჩართულობის გარეშე არ მოხდებოდა. რუსეთი, რა თქმა უნდა, აი ამ გეოპოლიტიკის ცვლილებას სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს, მას სჭირდება ირანი, მას სჭირდება აი ზუსტად ეს რეგიონალური ძალაუფლების გამყარება. ამას ყველაფერს აკეთებს სწორედ იმისთვის, რომ ამერიკა განდევნოს რეგიონიდან. აზერბაიჯანის იქნება ეს სარკინიგზო მიმოსვლა, გაზის, ნავთობის გადაადგილებას, ხალხის ბაზარი, კასპიის ზღვის შელფის გაზის და ნავთობის საბადოების რუსეთული კომპანიების მიერ სწორედ დამუშავება და არა სხვა და ევროპული თუ ამერიკული. ანუ აზერბაიჯანს აქვს, როგორც ეთქვია, what to offer. ანუ აქვს შეუძლია შესთავაზოს გეოპოლიტიკურად და სომხეთს რა აქვს? სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთს ისედაც აქვს. აქ სადივდივართ. აქ ამ შემთხვევაში თუ ასეთ დონეზე ხდება დამოკიდებული აზერბაიჯანი რუსეთზე, ეს ხო ურტყამს უკვე რაღაც დონეზე მაინც აზერბაიჯან-თურქეთის. ეს არ მხოლოდ პარტნიორობა, ეს ალიანსია და რა ვიცი, ეს ფაქტობრივად როგორც ალიევი ამბობდა, უფროსი ალიევი, ორი ქვეყანა ერთი ერი. თურქეთი ხო მაინც არის უფრო მნიშვნელოვანი გასწრებით პარტნიორი აზერბაიჯანისთვის და ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვიღებთ? ჩვენ შეიძლება მივიღოთ თუ არა ამ შემთხვევაში თუ ეს მოხდა. მე მგონი მაინც ეს მარტივად არ მოხდება, ესე დაახლოება აზერბაიჯანის. არა, მე ჰიპოთეტურად საუბრობ ამაზე და მოცემულობასაც ვუყურებ. ეს რეალურად მომხდარი ფაქტია, რკინიგზა, გაზი, ნავთობი, მიმართულება და ასე. ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ესევე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ასევე იმაზე, რამდენად წავა თურქეთი რუსეთთან უფრო მეტად დაახლოებაზე. სტრატეგიული დაახლოების ამავე სახელმწიფოსი ალბათ ესე მარტივად არ ნაუჯეროდეს, იმიტომ რომ ესენი ისტორიული მეტოქეები არიან. თურქეთისთვის რუსეთი არის პირველი ისტორიული მეტოქე. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, ახლა ტაქტიკურ დაახლოებას უფრო უყურებთ ჩვენ, ვართ მოწმეები, ვიდრე რაღაც
ძელვადიანი სტრატეგიული სერიოზული მეგობრობის ამაში დარწმუნებულია. შესაბამისად, სად დაეჯახება რადონეზე როგორ გონიათ შენ რა ეტაპზე რუსულ-თურქული ინტერესები ერთმანეთს. ამ ეტაპზე აშკარად პუტინი იკავებდა თავს პირდაპირ კრიტიკისგან, არა მხოლოდ პუტინი, მთელი რუსული ოფიციოზი, თურქეთის პირდაპირ კრიტიკისგან, იმიტომ რომ როგორც ჩანს რუსეთი ფიქრობს იმას, რომ ძალიან ჭირდება მას თურქეთი პარტნიორად, იმიტომ რომ თურქეთი რუსეთის პარტნიორი ეს არის რაღაც დონეზე ბუნებრივია უკვე იარაღი ნატოს წინააღმდეგ. და ჩვენივე ბალანსირებენ, აქაც რუსები უნდა ვაღიაროთ რეგიონი ფანტასტიკურად იციან. რა თქმა უნდა, თორნიკე ხა საინტერესო რა არის, მე რასაც ვაკვირდები. მე ადრე მქონდა რაღაც საუბარი, მახსოვდა, ეხლა მახსენდება ზუსტად ის, რომ როცა დაიძაბა თურქეთს და რუსეთს შორის ურთიერთობა, მე რაღაც იყო განხილვა და კი, თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ძალიან სწორი ფორმულა მომაწოდა თანამდებობის დიპლომატმა, მითხრა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს ძალიან მცირე საკითხებზე, იმისთვის რომ დიდი და მოაგვაროთ მცირე პრობლემები, იმისთვის რომ დიდ პრობლემაში არ აღმოჩნდეთ რუსეთთან, არის ეს ჩვენი ისტორია, რომ ჯობია მცირე დიალოგი იყოს და საკითხები ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდეს, მერე ვიდრე ეს დაგროვდეს და მერე გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემაში. როგორც ჩანს, ეს მიდგომა გაზიარებული იქნა თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანის პრინციპში განსაკუთრებულ დათმობას არ ბერებს, რეალობიდან გამოდის. რომ მას არ აქვს დიდი ლავირების საშუალება, საზღვარზე მომდგარია რუსეთის ინტერესები არის, ის ბალანსი კიდევ ერთხელ რაც თავიდან ვისაუბრეთ, რამოდენიმე მილიარდიან შეიარაღებას რუსეთისგან არ ყიდულობ, შენ თუ არაპირებ რაღაც ფორმით თანამშრომლობას, შენ არ აგზავნი საქართველოზე რაც პირთი გადავიდა, ფაქტობრივად რუსეთზე გადავიდა ახლა რკინიგზა. მათ შორის ძალიან დიდი რაოდენობით გაზი მიწოდება ხდება უკვე და სვოპები ხდება აზერბაიჯანული მათ შორის კასპიის ზღვის მიმართულებით და სატრანზიტოთი, ასევე ირანის მიმართულებით. აზერბაიჯანს პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელიც ირანისთვის ძალიან მგრძნობიერი თემა და არ უნდა რომ ირანმა როგორც წინა წლებში ხდებოდა, ზედმეტად არიოს შიდა სტაბილურობა ამ ზედმეტად რადიკალური ისლამისტური რაღაც მოძრაობების გაღვივებით. ამიტომ ის გამოდის რეალობიდან სახელმწიფოებრივად როგორც ჩანს მოქმედებს და აი ეს ბალანსი ყოველთვის არჩევანი შეზღუდულია, მაგრამ რა თქმა უნდა მისი მთავარი ესე ვთქვათ კოორდინატი, მთავარი ორიენტირი არის თურქეთი. მან ძალიან კარგად იცის რაც მათ შორის მოხდა წლების განმავლობაში და რუსეთი იყო სწორედ რომელიც სუმგაიტი იყო თუ ბაქო თუ სხვა, რუსეთი საკუთარ მოსახლეობას არინდობს და მან იცის უბრალოდ რომ არ არის ბოლომდე სანდო რუსეთი და მაგრამ უნდა ელაპარაკოს იმისთვის, რომ გააგებინოს და როგორც ჩანს, საერთო ენას ამ ეტაპზე ჩანს, რომ პოულობს, რომ ეს ძალთა ბალანსი, რომელიც შეიცვალა, რუსეთმა აღიაროს, რომ შეიცვალა. სამხედრო, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა. პლუს კიდე სტატუს კო, რომელიც არსებობს ყარაბაღთან მიმართებაში, პრინციპში აი ამ პაშინიანის როლიდან გამომდინარე, ხა არ მინდა ყველაფერი პაშინიანს ჩამოვკიდო, მაგრამ რუსეთი იყენებს ამ სისუსტელებს, ხო ესეა? და აი ამ პაშინიანის როლიდან გამომდინარე, ხო ხედავ როგორ ძალიან ესე ვთქვათ აგრესიულად და მთელ პასუხისმგებლობას პაშინიანს ტენის ყველა ფაქტიურად თქო ალიევიდან დაწყებული რიგითი მოქალაქემდე მათ შორის ერევანში. ანუ ეს არის ის გადალაგება, რომელიც როგორც ჩანს, ეხლა კიდევ ერთხელ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, რაღაც ფორმით მისაღები ხარ. თურქეთის თემა, რა თქმა უნდა, აქ ერდოღანი როცა არის მოთამაშე, ძალიან რთული ამოსაცნობია, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ძალიან პრაგმატულია. ის რომ მან მოახერხა და ბოდიში მოიხადა იმ მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდებაზე და ფაქტიურად ეახლა პუტინს ერთხელ ორჯერ სამჯერ რა თქმა უნდა ეს არის ის რაც მას ძალიან კარგად ესმის რომ პრობლემები უნდა მოგვარდეს მცირე იმისთვის რომ დიდი პრობლემა არ შეიქმნა მაგრამ რუსეთისთვისაც რა თქმა უნდა ეს მისაღები იყო მათ არ გამწონს იმიტომ რომ შავი ზღვის ბალანსის რა თქმა უნდა თურქეთის გარეშე აღიარება რაც თურქეთს მათ შორის დოქტრინაში რომ ხო ეს შიდა ზღვა არის ფაქტობრივად ტბათ არის მოხსენებული ხო ეს და არა გეოპოლიტიკურ რაღაც სივრცედ რა თქმა უნდა თურქეთი ჭირდება მათ შორის სირიაში და ხმელთაშუა ზღვის გასასვლელად თურქეთის თანხმობის გარეშე ვერჩევა ვერც გამოვა ხო ანუ რეალურად გასასვლელია თელ მსოფლიოში რუსეთისთვის ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით ან განსაკუთრებით სირიაში როდესაც ესე ღრმად ჩატობა და შეტობა და ამ შემდეგ ამიტომ აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი აი ჰენრი კისინჯერს ერთ-ერთი ბოლო წიგნშიც არის საუბარი რომ მსოფლიო ნელ-ნელა მიდის რაღაც რეგიონალიზმისკენ
ჰანტინგტონის ამაზე საუბრობს, რეგიონალიზმი უფრო ესე თქვა აქტიური ხდება და ამ რეგიონალური მოთამაშეები ცდილობენ რომ თავის იმაზე დაალაგონ რეგიონალურ მოთამაშეებთან ერთად და იმის მიხედვით ვინ უფრო დიდია, ძლიერია და აზერბაიჯანი როგორც ჩანს ამ თამაში ასე თუ ისე ერკვევა და ჩვენ რა ვშვებით ამ მიმართულებით და რა დღეში ვარ და რა ვითარებაში და რა მოქმედებაში ცალკე მძიმე საკითხია მე თუ მკითხავ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რომელიც საერთოდ გეგონება ჩვენ არ გვეხება ეს ყველაფერი და ახლა მათ შორის ის ესე ვთქვათ ცოტა კომიკური ვითარება რომ თურმე შენ პლატფორმა მზათა გაქვს და თბილისში ეპატიჟები სომეხ და აზერბაიჯანულ ხელმძღვანელებს რომელიც საერთოდ არც გისაუბრია ამ თემაზე და არც ელემენტად უნდა მიხვდე რომ არსებობს მოსკოვი არსებობს მინსკის ფორმატი და შენ საერთოდ საძი ხარ ამ მიმართულებაში ხო ხაზგასმა იყო რომ ნეიტრალურები ვართ დადასტურება იყო ნეიტრალიტეტის ალბათ ამითი ამ განცხადებით რომ მოდით აქ დაილაპარაკეთ თორე ხა თავისთავად ცხადია ხა ჩვენ არ გვაქვს იმისი გავლენა რომ ისინი შევარი ეს განცხადება გასაგებია და მისაღებია მაგრამ ამას ახლა კიდევ თქო მე პრეზიდენტის დონეზე ხა ვინც ამ პრაქტიკულ დიპლომატიაში ჩართულები ვიყავით ყოველ სიტყვას აქვს ფასი და ყოველ წინადადებას რომელიც იგნორირებული არის შენ საერთაშორისო ავტორიტეტს ფაქტიურად აკნინებს და საერთოდ თამაშგარეთ გამყოფებს იმიტომ ამბობ ჩვენ თუ ამის გეთება გვინდოდა რახან ამ თემას შევეხეთ 20 ივლისიდან მოყოლებული ხო გაჩანდარისკენ მიდიოდა ამაზე თქვენ საუბრობდით ჩვენ საუბრობ ყველა საუბრობდა სპეციალური წარმომადგენელი მაინც დანიშნე მაღალი დონის აი მე არ მინდა რაღაც იმისავით გამომივიდეს მაგრამ პირადი ურთიერთობები არის უმთავრესი რომელიც გვაქვს ალბათ ნაკლები არავის არ აქვს და ახლა ელემენტარულად ახლა არ მინდა ახლა ვაქო და ვადიდო მაგრამ ამ ჩვენ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა ეს პირადი ურთიერთობები და ელემენტარულად ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუძახებდნენ მაინც ეთყოდნენ რომ მიდი ერთი გაარკვიე თქვენ რო წინვალება ყოფილო პრეზიდენტო რომ რა ხდება ერდოღანთან რა ხდება ის და ეს ადამიანები პიროვნულად განწყობილი ამ ადამიანის მიერ და არიან დადებითად და ამასაც არაკეთებ იმიტომ რომ ჩვენ ხო სახელმწიფო ფაქტიურად ახლა მექანიზმი არა გვაქვს ამ მიმართულებით და პრეზიდენტი რომელიც სალომე ზურაბიშვილი ახლა არის ორი კვირის თავზე ამბობს რომ ის აპირებს დაურეკოს ალიევს და პაშინიანს თუ სარქსიანს და დღემდე არ ვიცი დაურეკა არ დაურეკა და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანის ამ ქვეყნების პრეზიდენტებისთვის ზარი საქართველოს პრეზიდენტის ამ პრემიერ-მინისტრის ფასი აქვს და წონა აქვს იმის შემდეგ რაც მათ იციან რომ პირველი საუბარი პირველ რიგში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტს თუ საქართველოს პრემიერს და ვაშინგტონს შორის საქართველოს სწორედ აქ არის საინტერესო მათთვის რომ როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი მოკავშირე რამდენად ის შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების მიქცევას რომელიც ფაქტიურად აღმოჩნდა რომ საერთოდ ეს თემა არ არსებობს ეს ხო მით უმეტეს არჩევნების ფონზე ამერიკა რეალურად ეხლა პრაქტიკულად ჩვენ უყურებთ რომ ხო ხა არჩევნებამდეც ხო თავს იკლავდნენ ხო საერთოდ ჩემში გარდა იმისა რომ ეუნებოდნენ რომ ხან ის არ არის ესე თქვა ინფორმირებული ხან ზოგი სენატორი ნაყიდია ზოგი კონგრესმენი სულელია სახელმწიფო მდივანი საქმის კურსში არ არის ანუ რაღაცა აი ამ დონეზე დავედი და ძალიან ამას რა თქმა უნდა უყურებს რუსეთი ამას უყურებს აზერბაიჯანი იმიტომ რომ ჩვენი ძალიან დიდი ესე თქვა იმედი აქვს რომ ამერიკასთან ურთიერთობით ისიც შეძლებს რაღაც ამ დასავლეთ აღმოსავლეთ კორიდორის ბოლომდე ესე თქვა გამოყენებას, იმიტომ მასაც არ უნდა რომ ჩაიკეტოს გეოპოლიტიკურად სამხრეთ და ჩრდილოეთის მიმართულებით და იცის რისი მძევალიც აღმოჩნდება, რაც შეიძლება გაიზიაროს სომხეთის ბედი. როცა უნდა, როდესაც უნდა დაახურდაოს და ზუსტად ეს გამოჩნდა რომ რა არის ფასი რუსეთის მოკავშირეობის. მან შეუძლია ნებისმიერ დროს დაგახურდაოს. ალბათ მე მგონი. მე გააცემის ბოლოსკენ მაინც მოდი ვისურვებ რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს მშვიდობით. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის წარმოიდგინე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენთვის კატასტროფაა ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი მithumდეს ჩვენთან ახლოს. ჩვენს ინტერესებში რა თქმა უნდა შერიგება ყველა ჩვენი მეზობლის, თუნდაც პრაგმატული პოზიციიდან რომ გამოვიდეთ, ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც საზრდოობს ტურიზმით, ტრანზიტით და ასე დროს ბუნებრივია კონფლიქტები ჩვენთვის დამაზარალებელია მithumდეს, როცა ეს არის ჩვენი უახლოესი ორი მეზობელი და ბოლოს და ბოლოს თბილისში ცხოვრობს უამრავი სომეხი წარმოშობის ეთნიკური ჩვენ თანამოქალაქე აზერბაიჯანელი და ასე შემდეგ და თავისთავად ცხადია ასეთ დროს ეს ჩვენთვის არის ძალიან ძიმე გამოწვევა არა მარტო თბილისში მთელი რეგიონები რომელიც სადაც თავის აქტიურობაში არის რომელიც აქაც პრობლემა გამოჩნდა რომ საქართველოს სახელმწიფოს არ ჩანს იქნება ეს ნინოწმინდა ახალქალაქი თუ სხვაგან
ხედავთ მოქალაქეებს, სომეხი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ვერ ხედავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, ვერ ხედავთ რომელიც მზად არიან ფრონტზე წავიდნენ, მაგრამ ამ ადამიანებს უნდა ელაპარაკოს ვიღაცა აუხსნას, ტელევიზიითაც გამოჩნდნენ, არ არის აუცილებელი ესე კულუარულად და გამოჩნდეს, რომ ერთიანი პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა გუმანიტარულად, ადამიანურად გასაგებია, მაგრამ საქართველოს ამაში არ ჩართულობა და რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა არ აირიოს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს შიდა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია თორნიკე. ამას უნდა იფიქრონ და ესენი ისე ფიქრობენ, რომ აი კიდე ერთხელ რომ გაივლის, ჩაივლის, აღწდება ჩაივლის, გაივლისაცება და ერთხელ იქნება და არ ჩაივლის და არ გაცდება და მზადდება. არ ჩაიარა ხა ფაქტია ბოლომდე, თუ გარძელდა კიდევ დიდხანს ამ მასშტაბის კონფლიქტი, ამ ინტენსივობის კიდევ რამდენიმე კვირა, ჩვენ შეიძლება მართლა ძიმე გამოწვევების გზიანში დავდგეთ, იმედი ვქონოთ, რომ ეს არ მოხდება. ხო, გავთავდებათ იმათ ის ტყია წამალი და სამხედრო შეერაღება და მე ხო შეიძლება მოგადგეს და გითხრას გამატარე. ხო, მაგას ვიძახი, იმედი აქამდე საქმე არ ვიღა, შევხედოთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ვანო. მადლობა თორნიკე შენ. კიდევ მადლობა რომ იყავით პირველი სტუმარი ამ გადაცემაში, ამის გამო განსაუთრებული დიდი პატივია. რა თქმა უნდა. აბა კარგად. მე შეგიძლია მადლობა. კარგად ზნდებოდ, კარგად.